დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ კახეთის რეგიონებშიც. მოქალაქეებს საშუალება აქვთ სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ და გასართობ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. ჟანა დიდებაშვილი კახეთიდან. დიახ, ჩვენ გიერთებით თელავიდან, სადაც დილიდან მიმდინარეობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. ამ დღის ეპიცენტრი წელსაც ტრადიციულად ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოწყობილია სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის გასართობი, შემეცნებითი, კულტურული სივრცეები. ადამიანები დილიდან შეიკრიბნენ თელავის ამ ცენტრალურ მოედანზე, ისინი მოდიოდნენ ოჯახებთან ერთად, მეგობრებთან ერთად და პატარებთან ერთად. შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნება იმ სივრცეებში, სადაც მოწყობილია პატარებისათვის გასართობები, ინსტალაციები. დღევანდელი დღის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სწორედ მათ მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა საინფორმაციო ბანერი და ინსტალაცია, რომლითაც ისინი აწვდიან აქ მოსულ მოქალაქეებს ინფორმაციას დაგეგმილი და უკვე შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. რაც შეეხება გასართობ პროგრამებს, ასევე მინდა გითხრათ, რომ მრავალფეროვანია. აქ ადამიანები ამბობენ, რომ ამაღლებული განწყობა აქვს და საზეიმო განწყობა აქვს. კიდევ ერთს დავამატებ, რომ ხალხმრავლობა შეინიშნება თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საბრძოლო ტექნიკასთან, ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობები. აქ მოსულ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს საკუთარი ინტერესების შესაფერისი გარემო და მიიღოს და ჩაერთოს აქტივობებში. რაც შეეხება ღონისძიების დაწყებამდე, ასევე მინდა გითხრათ ტრადიციის შესახებ, ამჯერადაც არ დარღვეულა ეს ტრადიცია და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა მემორიალი შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა გვირგვინებით და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ღონისძიებები გაგრძელდება საღამომდე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ თელავის ცაზე გადაიფრინა თავდაცვის სამინისტროს სუ 25 მარკის თვითმფრინავებმა, რომლებმაც ცაზე საქართველოს დროშის ფერები გამოხატეს. ლოცავს სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე გვახსენებს, რამდენად დიდი ფასით მოგვიხდა სახელმწიფოებრიობის მოპოვება და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება, განმტკიცება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. კახეთის 8 მუნიციპალიტეტის საზეიმო ვითარებაში აღნიშნავს დღევანდელ დღეს და მე დარწმუნებული ვარ, მოსული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ისიამოვნებენ დაგეგმილი ღონისძიებები. სულამაზეს თელავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით ტარდება გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც მიძღვნილი არის დამოუკიდებლობის დღისადმი. საჩინოდ არის წარმოდგენილი სადგადის მაგისტრალური მილსადენები, როგორი არის ჩვენი გადამცემის სისტემა და ასე შემდეგ. ყველა ინფორმაცია, რაც დღევანდელი დღისთვის, ესე იგი ენერგეტიკულ სექტორში არსებობს, ხელმისაწვდომი არის ყველა დაინტერესებული პირისათვის. მიულოცავს სრულიად საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ ძალიან მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დღეს. დღეს არის დამოუკიდებლობის დღე. აღნიშნავთ სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებით, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამხედრო კომპონენტს. გამოფენილია ქალაქ თელავში სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, ინვენტარი, აღჭურვილობა. და მნიშვნელოვანია და საინტერესოა ის, რომ ახალგაზრდების დაინტერესება არის ძალიან მაღალი. ძალიან კარგი განწყობა მაქვს, იმიტომ რომ არის ყველაფერი ლამაზი. ყველას გირჩევთ, რომ მოხვიდეთ 26 მაისს ყოველ წელს. არიან ისა ჯარისკაცები, არის ტანკები, იარაღები, დურბინები, სადაც შეძლიათ გაიხედო. ძალიან საინტერესოა. ძალიან გავერთე და ყველას გილოცავთ 26 მაისს. დღევანდელი დღე დატვირთულია მრავალფეროვანი პროგრამით. თელავის გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. რაც შეეხება ჰიმს 17 საათსა და 10 წუთზე სიმბოლურად, მაშინ როდესაც ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, თელავით შეუერთდება საქართველოს სხვა რეგიონებს და გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. თელავიდან ჟანა დიდებაშვილი საუბრობდა.